გამარჯობა ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანია დრო, გადაცემაში პოლიტიკის დრო და მე მის სამყარო ოსმან ჯავიძე ვარ. ჩვენ დღეს გვექნება საუბარი გეოპოლიტიკაზე და ჩემი სტუმარია, ჩემი მეგობარი და ჩვენს მიერ გამოცემული წიგნის გეოპოლიტიკური ნარკვევების თანაავტორი ბატონი თამაზ დეტუნაშვილი. ბატონი თამაზი არის ძალიან ჩახედული გეოპოლიტიკურ საკითხებში, მოდით ასე ვთქვათ. მას აქვს ძალიან ბევრი ნაშრომი და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ რა სიახლეებია ამ წიგნში, როგორია ჩვენი ხედვები და რითია ჩვენი აზრით ესე ვთქვათ ეს წიგნი ღირებული და ამაზე ისაუბრებს ბატონი თამაზ. რა არის ბატონი თამაზ? ასე ვთქვათ ახალი, მოდით ასე ვთქვათ, კლასიკურ გეოპოლიტიკიდან გამომდინარე, ამ კლასიკურ გეოპოლიტიკას ეყრდნობა ეს წიგნი და რა არის სიახლე და რაშია ამ წიგნის ღირებულება, ამაზე რომ ვისაუბროთ. ხედვების ღირებულება. დავიწყოთ იმით, რომ გეოპოლიტიკა როგორც ერთიანი თეორია ამ წიგნამდე შეიძლება ეს თამამად თითქოს არ არსებობდა. არსებობდა გეოპოლიტიკური ცალკეული სკოლები. ქრონოლოგიის მიხედვით პირველი გეოპოლიტიკური სკოლა ის ანგლო-საქსონური გეოპოლიტიკური სკოლა, რომელიც ჩამოყალიბდა მაკინდერნის, მეჰენის და სპიკფენის თეორიებზე და ამას დაემთხვა გასული საუკუნის დასაწყისში ვუდრო ვილსონის, ამერიკის პრეზიდენტის უნივერსალური, ესე იგი იზოლაციიდან გამოსვლა, როგორც თავის სიტყვებიდან იძახდა, ის ამაში გულისხმობდა მონროს დოქტრინის გაფართოებას. მონროს დოქტრინით მან ამერიკამ კონტროლი დააწესა ჩრდილო და სამხრეთ ამერიკაზე მთლიანად, როგორც ორ კონტინენტზე და შემდეგ თავის ძლევამოსილება გადმოიტანა ევრაზიაში, როგორც ყველაზე მთავარ პოტენციური შესაძლებლობის მქონე კონტინენტებზე, ესე იგი ეს მსოფლიო კუნძულზე ასე ვთქვათ, რომელიც გეოპოლიტიკოსების აზრით ეს არის ევროპის, აზიის და აფრიკის კონტინენტი. სხვათა შორის ამ სამი კონტინენტის გადაკვეთის ადგილი არის ის აღმოსავლეთში ის ცხელი წერტილი, გნებავთ ვულკანის კრატერი დაარქვით, გნებავთ ზოგიერთი გეოპოლიტიკოსი მას არქმევს შავხრელს, სადაც ახლა სისხლიანი მოვლენებისაც მიმდინარეობს. რომლის ცენტრშიც ვიმყოფებით. რომლის ცენტრის სამწუხაროდ ჩვენ ვიმყოფებით, არ ვიცი რამდენად შესაძლებელია ეს გეოპოლიტიკური კანონზომიერებით ეს კარგად ხალხს გაგრძელდება და რატომ მე შევეცდები ახსნა ეს თუ არის შესაძლებელი ნახონ მის ეს არის ეგრეთ წოდებული ევრაზიული ბალკანები, ევრაზიული გაუწონასწორებელი ადგილი, ტურბულენტური ქაოსის ადგილი, ათასნაირად ეძახიან ახლა. რა ანგლო-საქსონური გეოპოლიტიკა ცნობდა ძირითადად ემყარებოდა სამოქალაქო ომში ამერიკელი გენერლის მაკელანის სტრატეგიას, რომელიც მეჰენმა, ესე იგი ადმირალმა მეჰენმა გადააკეთა პლანეტარულ მასშტაბებში. დაამუშავა და მისი დანიშნულება და საერთოდ მიზანი იყო ევრაზიის კონტინენტალური ნაწილის შევიწროება მაქსიმალურად. რათა მას არ ქონოდა თბილის ზღვებზე გასასვლელი. ევრაზიულ კონტინენტალურ ნაწილში არსებული კონტინენტალური იმპერიის შეზღუდვა. რასაც ჰარტლენდს ეძახიან და პრაქტიკულად ეს არის რუსეთი, ცოტა რომ მიუმატოთ სამხრეთი მიწებიც. დიახ. ჰარტლენდი რისკენაც მუდმივად მომატებას და რისკენაც მუდმივად მიისწრაფვის. რა თქმა უნდა, განუწყვეტ ის ცდილობს რომ სამხრეთის ზღვებზე გასასვლელი იყოს, ჯერ კიდევ პეტრე პირველი ეძებდა ბალტიის ზღვაზე გასასვლელს და შემდეგ შავ ზღვას. და იქიდან მოყოლებული ეს არის მისი სტრატეგიული მიზანი. დიახ. და შემდეგ ეს ანაკონდას კალის შეცვალა, აი დღევანდელობის ამჟამინდელი გეოპოლიტიკოსებს შორის ერთ-ერთი უდიდესი გეოპოლიტიკოსის კისინჯერის დოქტრინა. რომელიც სახელწოდება რგოლის ლინკი. რგოლის დოქტრინა ეს ემყარება დისკონტინიური სარტყლის შექმნის იდეას. ეს კირკმა და მეინინგმა წამოაყენა ამერიკელი გეოპოლიტიკოსები იყო. ეს სისტემა დაამუშავა მე სოლ კოენმა და სოლ კოენის დამუშავებულის გამოიყენა უკვე პლანეტარულ მოდელზე კისინჯერმა. პატეცემულმა ჰენრიმ. ჰენრი კისინჯერმა სხვათა შორის სულ ერთი თვის წინ იყო ჩასული მოსკოვში. 92 წლის არის. თვითმფრინავით ჩააფრენეს იქ. ხო წარმოგიდგენიათ ამ ხნის კაცი, ესე იგი რა გაუჭირდა ამერიკას ისეთი რომ ამ ხნის კაცი რომელიც სხვათა შორის საგონებაზეა და ეხლაც აწერს წიგნებს, ჩავიდა იმაში და მანამდე იყო ჩინეთში სამჯერ მემხედველობაში მაგ გასული წელი და წელს.
ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი დამოედროს პოლიტიკოსი და თეორეტიკოსი არის სოფლიოში. თანამედროვე ამავე დროს ის ჩავიდა რა როგორც ამერიკის წარმომადგენელი ამ შემთხვევაში. როგორც კერძო პირი და როკფელერების ოჯახის მრჩეველი. უშუალო ოფიციალურ მრჩეველია როკფელერის ოჯახში. მაგედან იღებს ანჩუსის უშუალებელი ხელი მას პენსიებს და კიდე პენსია დაარქვე და კიდე ხელფასი. მისი ფონდისთვის მათ შორის დაფინანსება იქიდან მოდის. ამის შემდეგ წამოვიდა უკვე სახმელეთო დოქტრინა, ეს უკვე კარლ ჰაუსჰოფერის დოქტრინა იყო, ამის საწინააღმდეგო უკვე, რაც ითვალისწინებდა კონტინენტალური სივრცეების გაერთიანებას, აი ამ ანაკონდის კალის გასარღვევად. ეს არის გერმანული გეოპოლიტიკური სკოლა უკვე. გადავედით, ესე იგი ანგლო-საქსონური ეს უკვე მეორე სკოლა. მეორე სკოლა, ეს არის კონტინენტალური, ესე იგი გეოპოლიტიკა, გერმანული სკოლა, დიახ. რომელიც ძირითადად ემყარებოდა რაცელის თეორიებს. საერთოდ კლასიკური გეოპოლიტიკის მამა ეს არის რაცელი და არ მარტო კლასიკური გეოპოლიტიკის, პოლიტიკური გეოგრაფიის მამაც არის რაცელი ითვლება, ეს გერმანელი უჭვენესი კაცი იყო თავის დროის. სისტემატიზატორიც არის ამავე დროს ის ამ ცოდნის სისტემატიზატორი. გეოგრაფიული დეტერმინიზმის ერთ-ერთი თანამედროვე გეოგრაფიული დეტერმინიზმის ერთ-ერთი დიდი წარმომადგენელია სოთაშურის ძალიან დიდი წარმომადგენელი იყო ამ თვალსაზრისით ჩვენი ვახუშტი ბაგრატიონიც, რომელიც საერთოდ პოლიტიკას არ განიხილავდა გეოგრაფიის გარეშე. დიახ. და ისტორიულ პროცესსაც შესაბამისად. მართალი ვზადდება და აი ასევე განვითარდა მაშინ უკვე სანაპირო ზოლის გეოპოლიტიკა. საერთოდ ჩამოყალიბდა ესეთი რაღაცა, რომ მაგალითად მაკედონია ეძახდა, რომ ვინც ფლობს აღმოსავლეთ ევროპას, ის ფლობს სოფლიო კუნძულს, ანუ სამი კონტინენტის გაერთიანებას, და ის ფლობს ხარტლენს ვის ფლობს, ის ფლობს ამ სოფლიო კუნძულს და სოფლიო კუნძული ეს სოფლიოს მეპატრონეობაა. და ახლა თუ გახსოვთ, ჩვენი ერთ-ერთი თეორია ისიც იყო, რომ პოტენციური შესაძლებლობის უმარტივესი და რთული გაგების მეთოდოლოგიით, ხო, რომელიც ჩვენ დავამუშავეთ, ის იქიდან რაც ჩანს, რომ ევრაზია ფაქტურად არის და თუ მიუმატებთ თუმეტეს აფრიკასაც, ეს არის სოფლიო პოტენცია მოსახლეობის და მიწის რესურსების თვალსაზრისით 80% მთელი სოფლიო. და ცხადია ახლა ამ სოფლიო კუნძულს რო ფლობ, სოფლიოსაც აფლობ. ავტომატურად გამოდის. და იმიტომ არის ამერიკის სწრაფვა ევრაზიის კონტროლისადმი. კერძოდ აღმოსავლეთ ევროპისადმი განსაკუთრებით. რაც ახლა ზუსტად აი ეს ჩვენი ასე ვთქვათ დროებითი დანაწილება რუსეთსა და ამერიკას შორის უკრაინაში რაც ხდება, ეს არის ზუსტად იმის მაჩვენებელი, რომ გავლენის სფეროები გადადის და გადმოდის. ახლა ჩვენ აქ თუ გახსოვთ შემოღებული გვაქვს ამ ორი ძალის, სახმელეთო ძალის ან ცივილიზაციის რაზგრება დაარქვი და საზღვაო ძალის და ცივილიზაციის ურთიერთობის სამი მდგომარეობა ბალანსი. ეს არის მყარი ბალანსი მდგომარეობა, როცა ხელშეკრულება დადებული, თქვათ იალტის ხელშეკრულება იყო დადებული და თითქმის 91 წლამდე საბჭოთა კავშირის დაცლამდე პირველი სურათი გეოპოლიტიკური კლასიფიკაციის თვალსაზრისით, როცა ლაპარაკია გეოპოლიტიკურ ეპოქაზე, ითვლება მეხუთე ეპოქა, იალტის ეპოქა და ეს არის პირველი სურათი 91 წლამდე. შემდეგ მოდის უკვე გეოპოლიტიკური ეპოქების მეორე სურათი, ეს არის 91 წლიდან 2001 წლამდე, სანამ შოსის ხელშეკრულებით დაიდო სტრატეგიული კავშირი ცენტრალური აზიის ქვეყნებსა და რუსეთს შორის, აქ ძირითადად დომინირებდა რუსეთ-ჩინეთის ტანდემი, რომელმაც დააბალანსა პრინციპში აშშ დასავლეთის ის და ამის შემდეგ დაიწყო აშშ-ის დაქვეითება თვითონ. ეს არ უნდა გაგვიკვირდეს ეს ამ გეოპოლიტიკური კანონზომიერებითაც გამოდის აი ამ წიგნიდან და მთელი რიგი ამერიკელი მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ამერიკა დაადგა უკვე დაქვეითებას. ანუ ჩვენ არა ვართ ორიგინალურები ამ მოსაზრებაში. დაადგა დაქვეითების გზას ეს მთელი რიგი მე შემიძლია უარებელი ცნობილი პროფესორები ჩამოთვალო მისი წიგნები, რომლებიც ამაზე წერენ უკვე კარგახანია. გასული საუკუნიდან სხვათა შორის დღემდე წერენ სხვა წიგნებში და მათ შორის გასული საუკუნის განსაკუთრებით 90-იან წლების ბოლოდან მიწურულიდან განსაკუთრებით უფრო გასაგებრო იყოს მსმენელებისათვის ბჟეზინსკის ვახსენებ, რომელმაც უკვე 96 წელი მიიჩნია ამერიკის აღზევების ზენიტად. და ეს ბუნებრივიც არის, იმიტომ რომ მუდმივი აღმასვლა არც ერთ იმპერიას არ ქონია და არც ამერიკას სულ არ არის გამონაკლისი. ამ ხრივ თვალსაზრისით ერთ საინტერესო საკითხი, რომ ჩინეთ-რუსეთის მიერ დაბალანსება დასავლეთის ძალების, ხო ასე ვთქვათ, ატლანტური ძალების. ეს ნიშნავს დაბალანსებას, ესე იგი შეფერხებას უკვე გლობალიზაციის
და ლიბერალური იდეოლოგიის გავრცელების. დიახ. და ერთი შეცდომას გრძნობ მე გულახდილავთ როგორ სამწექში და ეს შეცდომა ისაა რომ მე ვიძახი რომ ლიბერალის ჩვენი ძახით უბრალოდ რომ ლიბერალის დაუპირისპირდება ტრადიციული და სოციალური იდეოლოგიის ნარჩენები თქვა. არ არის სოციალური იდეოლოგია სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ნარჩენები. მოდი რეალურად ვილაპარაკოთ. პირიქით ის ძლიერდებოდა თუ კი გასული საუკუნის დასაწყისიდან პირველი ტალღა აგორდა სოციალიზმის და კომუნიზმის ან მარქსიზმის თეორიის, ხო? აი მეორე ტალღა დაწყებული არის. და ეს განვითარებას პოვებს უკვე დიდი მასშტაბებით. რატომ? ეხლა თუ კი ის ადგილი რაც საბჭოთა კავშირს ეკავა, დაიკავა ჩინეთმა. და ჩინური სოციალიზმი გაცილებით ძლიერია, თუნდაც თავისი პოტენციური შესაძლებლობით. აქ ლაპარაკია 1.5 მილიარდ ადამიანზე. დიახ. 1.5 მილიარდ, ესე იგი ყველა მეხუთე კაცი სოციალისტური წყობის წარმომადგენელი ამავე დროს აღმასვლაზე ყოფი ქვეყნის იმპერიის. უკვე მინდა გითხრათ, რომ 2014 წელში თლიანი შიდა პროდუქციის თვალსაზრისით შესყიდვის უნარის მიხედვით ჩინეთმა გაასწრო ამერიკას. უკვე ნებისმიერ სტატისტიკაში შეგიძლიათ ნახოთ ეს. ხოლო ნომინალური ღირებულები დაახლოებით ჩინელის პროფესორები ვარაუდობენ, რომ გაასწრებენ 5-10 წლის მანძილზე უახლოესი. ჩინელი მეცნიერები ვარაუდობენ. ჩინელი მეცნიერები ეს ჩათვალეთ, რომ 5-10 წლის მანძილზე ამ ტემპებით, როგორც ჩინეთი ვითარდება, ის უკვე გადაასწრებს ამერიკას და ნომერ პირველი ქვეყანა იქნება, ნომერ პირველი იმპერია დაარქვით, იმიტომ რომ ის უკვე ქვეყანა აღარ არის იმპერია, მას აქვს თავის გავლენის სფეროები, მათ შორის სხვადასხვა სახელმწიფოები შედის, ტიბეტის სახით თქვა და ეს სინძიანის სახით და სხვა. შესაძლებელი გავლენის, ანუ ის რისკენაც მიისწრაფვის და გადაკვეთები რო ავიღოთ და უშუალოდ რუსეთთან, იაპონიასთან, ჩინეთთან, შეერთებულ შტატებთან, ყველა სახელმწიფო თელ, ანუ გლობალურ ევრაზიულ სივრცეში და ეს არის დაახლოებით ერთი ჩინეთის ხელა ტერიტორია. რო ავიღოთ, ანუ ის რისკენაც მიისწრაფვის ჩინეთი. თავის კონტროლი დაწესება უნდა სხვათა შორის მინიმუმ მისი მიწა ახლა იმ წუთში არის 9.6 მილიონი კვადრატული კილომეტრი, რაც მესამე ადგილზეა რუსეთის და კანადის შემდეგ. და რასაც მიიჩნევს ცინის იმპერიის შემდეგ თავის საკუთარ მიწებად, ხო? ეს მანჯურიაზეა ლაპარაკი აქ. შორეული აღმოსავლეთი რო იმას ეძახს ის ჩრდილოეთ მანჯურიას, მონღოლეთზეა ლაპარაკი და ბაიკალის ტბაზე სხვათა შორის. ბაიკალის ტბაზე ეს მონღოლეთის ტერიტორიად მიაჩნია. ეს არის სადღაც 14-15 მილიონი კვადრატული კილომეტრი და რუსეთს რო გამოვაკლებ იმ მიწას და ამას დავუმატებ, ის ხდება პირველი მიწის რესურსები და ყველაზე მაქსიმუმი არის ურალამდე მოსვლა. ასეთი რუკებიც არსებობს ჩინეთში. კი, რა თქმა უნდა, არსებობს კი არა. მოდით ასე ვთქვათ, ჩინელები განიხილავენ დღევანდელ მდგომარეობას, როგორც აი ვებხვი ნახტომისთვის ემზადება. დაახლოებით ასეთი დოქტრინა აქვს და არის შეფარული, ესე იგი დამალულია და ელოდება სუნძის ცნობილი ფორმულა რო ავიღოთ იჯექიო შენი სახლის პირმაღზეო და შენი მტრის გვამს ჩამოატარებენ შენ წინ. მაგრამ უნდა გითხრათ, აი ესეთი ტაქტიკა აქვს, ანუ დრაკონი მაგრამ საქმე რა არის, ცით რომ ეს არ იქნება ესეთი აგრესიული თავისი ამ სოციალისტური იდეოლოგიის გავრცელების თვალსაზრისით არ იქნება ესეთი აგრესიული, როგორც ვთქვათ ამერიკა იმ თვალსაზრისით, რომ ამერიკას მიაჩნია, რომ ის უნდა იყოს გარანტი ამ უნივერსალური ღირებულებებისა და უნივერსალური ღირებულები ეს თვითნებურად აქვს, ვთქვათ ის იძახს, რომ დემოკრატია, საბაზრო ეკონომიკა და ასე შემდეგ, ეს არის უნივერსალური ღირებულებები, რომლის გარანტიც უნდა იყოს ის. ჩინეთი ესე არ უდგება საქმის პირიქით, მაგალითად დენ სიაოპინი პირდაპირ მიუთითებს დენ სიაოპინი რომ არა მან აბსოლუტურად რადიკალური ღირებულებებია ჩინელებს რა სრულიად სხვა საფუძველია სხვანაირი გეოპოლიტიკა სხვათა შორის უნდა გითხრათ რომ რამდენადაც ღმრთ შევისწავლეთ ჩინური გეოპოლიტიკა ის ჩვენი კლასიკური გეოპოლიტიკის კანონზომიერებიდან არ გადის არც ერთ შემთხვევაში არ გადის თუმცა რა არის მაგათი გეოპოლიტიკა ეს არის დიდი კედლისა და დიდი აბრეშუმის გეოპოლიტიკა სხვათა შორის აი სოციალიზმი ზუსტად აი ამ რომელიც გითხარით ვულკანია თქო და ჩვენ ცენტრში ყოფით. აი მათ მოყვება ტრადიციული აბრეშუმის გზას ვახშობ. და თუ ჩინეთი გაძლიერდა და ეს ფაქტი არის, ხო? სტაბილიზაციის ერთ-ერთი მომენტი ეგ არის. აბრეშუმის გზა იყო წარსულში საუკუნეების მანძილზე სტაბილიზაციის გარანტი. დიახ. ამ ხრივ პროგრესიულია ჩინეთის გაძლიერება. მაგრამ ის თავის იდეოლოგიას თავს არავის არ ახლავს. პირდაპირ დენ სიაოპინი ძახს, რომ არც ერთ შემთხვევაში მემკვიდრეობა დაუტოვა სუნძის და მეორე დიდი მხედართავარი ყავდათ მაგათ თეორეტიკოსი იძი. სუნძი იყო მე-6 საუკუნეში ჩვენ წელიწადში და 100 წლის შემდეგ ეს კაცი მოღვაწეობდა ცნობილი გენერალი იყო ჩინელი თეორეტიკოსი და ის იძახდა და მასზე დაყრდნობით იძახის რომ
არც ერთ შემთხვევაში ჩვენ უნდა მოთმინება ვიქონიოთ, აჩქარება საჭირო არ არის და არც ერთ შემთხვევაში ლიდერობა არ უნდა ვიყოთ ხელში. ორჯერაც რო გავძლიერდეთო, უფრო ვიდრე ისა ამერიკაო, ლიდერობა ჩვენ ვერ ავიღებთ ლიდერობას. ეგ არ უჭირდება ჩვენ. ნუ სხვა ფილოსოფიური მიდგომები აქვს და მეცაც გეტყვით. ეს მთელი გეოპოლიტიკა დროის ფაქტორში ვითარდება, ხო? დროის ფაქტორი არის ერთ-ერთი კოორდინატი. დიახ. აი დროის ფაქტორში პირდაპირ იძახის მაო ცედუნი, რომ ეს ჩვენ არა ვართ გუშინდელი სახელმწიფო ამერიკისათვის. ამერიკელი თუ იძახის, რომ დრო ფულია, ეგ გაუგებარია ჩინელისთვის. ჩინელისთვის არის მენტალურად შეუთავსებელი. ცისქვეშეთში ეს რაც ჩინეთის სახელწოდება მეორე, ხო? ჩინეთისთვის უწყვეტი ცივილიზაცია მიმდინარეობს 4500-5000 წელი. ჩინელი იძახს, რომ მას არსად არ ეჩქარება. ძალიან ნელ-ნელა მიყვება, მთავარია მისთვის შედეგიანი სვლა. და სხვათა შორის ეს მთელი მისი აღმავლობა, ეკონომიური აღმავლობა არის ამაზე გათვლილი. ის არ ჩქარობს სხვათა შორის და შოკური თერაპია საერთოდ მიუღებელია. საერთოდ მიუღებელია, მეცაც ვიტყვი, ჩინელი აი რაც მთავარია მენტალური, ანუ ცივილიზაციური განსხვავება რა არის, რომ ინდივიდუალიზმი აბსოლუტურად გაუგებარია ჩინეთისათვის, იმიტომ რომ საერთოდ აი კოლექტივიზმი არის ჩინური ცივილიზაციის მთავარი დამახასიათებელი თვისება განსხვავებით იგივე ინდივიდუალიზმისგან, რომელიც დაუშვათ აღმოცენდა დასავლური ღირებულებების ესეთი საკმაოდ ისეთი უცნაური ინტერპრეტაციისაგან. ახლა ჩვენ გადავიდეთ ჩინეთიდან, ესე გადავიდეთ აი ერთს დავიკითხავ ზუსტად რომ გადმოცეთ რა სიძახის რა ანდერძი დაუტოვა დენ სიაოპინმა. ჩინელმა რეფორმატორმა და უაღრესად ჭკვიანმა კაცმა რამდენჯერაც გავეცხვათა შორის სამჯერ დასწრა მაო ძედუნმა. სამჯერ გადაასახლა და სამჯერ ელოდა სიკვდილს. და მიუხედავად ამისა თვითონ მაო ძედუნი ეძახდა. ვერ ართმევდა თავს ამის გარეშე. დიახ. და ამის კისერზეა სხვათა შორის 99 წელში სტუდენტების დახვრეტაც პეკინში. რომელსაც ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, ყველა ჩინელი დიდი მოღვაწე აფასებს როგორც დადებიც. ტიანინმენის მოედანზე ცნობილი სტუდენტების დაბევა. არ იქნებოდა ეს, რაც დენ სიაოპინმა გადაწყვიტაო. დღეს ჩინეთი არ იქნებოდა მეორე სახელმწიფო. პირდაპირ შეიძახი. აი რა შეიძახის ეს. თავშეკავებულად დააკვირდით და გააძლიერეთ ქვეყნის მდგომარეობა. მშვიდად აკეთეთ საქმე. დამალეთ თქვენი შესაძლებლობები. დაელოდეთ და იდექით ჩრდილში და არასოდეს ეცადო ლიდერობას. ეს ანდერძივი დაუტოვა. ეს ამ შემთხვევაში რო არ პირდაპირ რომ მივყვეთ ამ წიგნთან დაკავშირებულ საკითხს, მე ვიტყვი რომ ეს სკოლები ამ წიგნმა და ახალბა თეორიამ, ესე კლასიკური გეოპოლიტიკის ახლებულმა ხედვებმა შეძლო ამ სკოლების გაერთიანება. რადგან სკოლების ამის ცელობაა, მოდით ასე ვთქვა, შეიძლება გაიზიარონ, შეიძლება არ გაიზიარონ. ჩვენ მე მაგალითად ფიქრობ, რომ ვისაც ჰქონდა არის ამის ჩინელი სპეციალისტი სხვათა შორის, რომელიც ხარ თუ არა ზეგ ჩამოდის. დიახ. მისი მამაც არის ცნობილი პროფესორი. მათ ეს გაიზიარეს კი რა თხოვესო ჩინურად. სხვაშო ჩინურად ითარგმნება ეს წიგნი, ახლა დამთავრდება ცოტა ხანში თარგმანი და მხედველობაში პირველი თემა. პირველი თემა, ხა საქართველოს რაც ეხება ჩინეთს არ აინტერესებს, ის გულახდილად რო ვკითხა, აქ ლაპარაკია კლასიკური გეოპოლიტიკა არ აინტერესებს. კლასიკურ გეოპოლიტიკაზე ლაპარაკი. აქ მე გავაკეთე ესეთი რაღაცა. და აქ როცა ლაპარაკია, აქ თუ თქვენ ზეპირათიც და ლაპარაკია, ესე იგი ამ ორ ძალას შორის საზღვაო და სახმელთო ძალებს შორის ბალანსი მდგომარეობა მყარი, ცვლადი და ქაოსური. დიახ. აი როგორი პარალელი რომ მოვდიოდი თქვენთან გადაცემაში, ასეთი პარალელი დავჯექ სახში დავიმუშავე და ასეთი რაღაცა ვუყურე. ჩვენ რასაც ვეძახით ბალანს მდგომარეობას, ესე იგი ეს ის მდგომარეობა, როცა ხელშეკრულება იდება გეოპოლიტიკური ეპოქების დასაწყისში, ეს იყო ტორდესიალისის, მერე მოყვა მაგას ვესფალიის ვერსალის და აგერ დღეს იალტის იალტის ხელშეკრულება, დიახ. თუ ვერსალის ეპოქა სადაც 26 წელი თუ 29 წელი გაგრძელდა, ეს ეპოქა უკვე კარგახანია მიდის. ვერსალის ეპოქა 1919 წლიდან 45-მდე გაგრძელდა, ხო? ეს 45-დან მიდის და ნუ სანამ დაარღვევდა გერმანია, მოდით ასე ვთქვათ, 20 წელი გაგრძელდა. ეპოქა გაგრძელდა, მაგრამ ეს საერთოდ გეოპოლიტიკური ეპოქის საწყისი არის, ესე იგი, სანამ ხელშეკრულება მუშაობს, სანამ ესე იგი ბიფურკაციის წერტის გადალახავს თუ თერმოდინამიკის სიტყვებით ვილაპარაკეთ და მე არის უკვე აი ის ვითარება, რაც დღეს ჩვენთან არის.
რაც ახლა ახალი ხელშეკრულებამდე კაი გვარიანი შეიძლება ამ საუკუნის შუამდეც მივიდეს ეს არეულ დარეულობა ხელშეკრულების დადება. ხო, ახლა ვინაიდან დრო დაჩქარებულია ჩვენ ამაზე ხშირად გვისაუბრია, უბრალოდ სამწუხაროდ ეს 9 საათიანი დრო ამ ძალიან ღრმა თემებისთვის, მხოლოდ აი ესეთ გარბენს ვაკეთებთ. ფაქტიურად თემად მხოლოდ სათაურებს ვამბობთ. სიღრმეში ვერ ჩავდივარ სამწუხაროდ. თუ გვექნება საშუალება ვისაც დაინტერესებს უბრალოდ ვისაც დაინტერესებს რაზეა ახლა ბატონ თამაზი რატომ მოვიწვე მინდა ვთქვა რომ ახლა ვისაც დაინტერესებს ეს საკითხები უფრო ღრმად შეუძლია შეიძინოს დაუშვათ წიგნი გაეცნოს ამ წიგნს ან ჩვენ ეს კომერციული თვალსაზრისით არ გაგვიკეთებია ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ის რომ დაუშვათ აი ესეთი ტიპის აზრის მიმდინარეობა საქართველოში არსებობდეს შეიძლება იყოს საკამათო რომ კამათიც უდიდესი საქმეა რა თქმა უნდა იმიტომ რომ უნდა ვთქვა მე აი ერთი რამ რომ სოფლიოში დიდწილად ფასდება ესა თუ ის ქვეყანა იმის მიხედვით რა მენტალური ცენზია რა განათლების ცენზია და ერთ-ერთი ამ ცენზის გამომხატველი არის თუ როგორი დაუშვათ გეოპოლიტიკური ხედვები და რა როგორ აღიქონს როგორ პოზიციონირებს ესა თუ ის ქვეყანა და მისი წარმომადგენლები სამყაროში და ჩვენ სამწუხაროდ მსგავსი არაფერი თავის დროზე დიახ მოუწოდებდა გერმანელებს ყველას ვისაც საშუალო განათლება აქვს გეოპოლიტიკაში უნდა ერკვეოდოს მან უნდა იცოდეს სად არის გერმანელის ადგილი და რა საშუალებას ეძლევა გეოპოლიტიკური კანონზომიერება გერმანელებისათვის და რის საშუალებას არ იძლევა დიახ სხვათა შორის ხელშეკრულების დარღვევა საბჭოთა კავშირთან გიტლერს კატასტროფა დაუშვდა ხო გერმანელებს დიახ და ზუსტად წავიდა გეოპოლიტიკური კანონზომიერების წინააღმდეგ იმას რასაც ეუბნებოდა კალხაუსჰოფერი გიტლერს და რასაც თვითონ ამბობდა ჰიტლერი მაგალითად რაუშნიგთან საუბარში 1935 წელს როცა ეკითხება ორ ფრონტზე ბრძოლის შესახებ ეს იქნება გერმანიის კატასტროფა რომელიც დამთავრდება ბერლინის დაცემით თვითონ ამბობს ზუსტად წავიდა თავის წინააღმდეგ და კანონზომიერებამ წაიყვან მოდით ესე იმუშავა კარგა როგორც ჩანს დიდი ბრიტანეთის ანგლოსაქსების ანგლოსაქსების საერთოდ დაზვერვა რო ვიცოდეთ და თელ გეოპოლიტიკური კანონზომიერებები შეგვიძლია განვიხილოთ ევროპაში დავუშვათ იმ დროს რუსეთი იყო ერთი ცენტრი და მეორე ცენტრი ლონდონი აი ძალების გადალაგება ამ ორ მაგნიტს შორის ესე გალაგდებოდა აქეთ იქ ნებისმიერი აი ესეთი ნაპოლეონი იქნებოდა თუ სხვა ნებისმიერი აჯანყება ამ წესრიგის წინააღმდეგ იწვევდა ამ თუ იმ დედაქალაქის დაცემას იქნებოდა ეს პარიზი ბერლინი თუ ვენა აი ამ პროცესს იგივე ვითარებათ დააკვირდეთ რაღაცას მიუხედავად იმისა რომ ჩინეთი გაცილებით ძლიერია რუსეთზე ამერიკის მტერი პირველი არის მაინც რუსეთი ვიდრე ჩინეთი მიუხედავად მათ წინააღმდეგობის წყნარ ოკეანეში მაგალითად იმ უბრალო მიზეზის გამო რომ რუსეთი არის ჰარტლენდის პრობელი მკაცრად უჭირავს ჰარტლენდი თუ კი წარმოვიდგინეთ ჩინეთი დაიკავებს მის ადგილს მაშინ ჩინეთი გახდება ნომერი პირველი მტერი ამერიკის ზუსტად ასე ეს არის ლიდერი სახმელეთო ცივილიზაციის და ამერიკა არის ლიდერი სახმელეთო საზღვაო ცივილიზაციის რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გადაიბარა დიდი ბრიტანეთიდან მაგრამ ახლა მივიღოთ ამ ჩვენ სისტემას. ეს ჩვენ ყველას მდგომარეობა მსოფლიო გეოპოლიტიკური ეპოქების მიხედვით ეს არის გეოპოლიტიკური ეპოქის პირველი სურათი. ეს პირველი სურათი საერთოდ ორი სურათისგან შედგება, მაქსიმუმ სამი სურათისგან. ყველა გეოპოლიტიკური ეპოქა პირველი სურათი გახლავთ ხელშეკრულების მუშაობის პირველ ეს არის სანამ მაგალითად ეხლა ამ ეპოქაში სანამ მუშაობდა იალტის ხელშეკრულება, მუშაობდა საბჭოთა კავშირის დანგრევამდე. დაინგრა თუ არა გახდა ამერიკა ერთპიროვნული ლიდერი და უკვე იმას სულ არ აინტერესებს ერთპიროვნული ერთ იმპერიას პოლუსიან სამყაროში არავითარ შეთანხმებას ის არ ცნობს. ჩინური ფილოსოფიით ეს არის მოწესრიგებული. ეხლა გეტყვით რა საინტერესო რაღაცას იძახის მაო ძედუნი ძველ ჩინურ ფილოსოფიაზე დაყრდნობით. სხვათა შორის თავისებურად იძახის იგივეს ძველი ბერძენი ფილოსოფოსი ფუკიდიდი. ახლა ყურას იძახის ეს მაო ძედუნი. გაუწონასწორებლად წარმოადგენს საყოველთაო და ობიექტურ წესს. გაუწონასწორებლად გაუწონასწორებლად ეს არის ნორმალური, აბსოლუტური მდგომარეობა. იმ დროს, როდესაც წონასწორობა, ამ წესრიგი, დროებითია და შეფარდებითი. ხო. ანუ წესრიგს მოდით ასე ვთქვა, ომი არის მუდმივი მდგომარეობა და წესრიგი არის დროებით, მოდით ასე ვთქვა, ანუ ბერძენი ფილოსოფოსი და ისტორიკოსი, როგორ თუკიდიდი ომი სახელმწიფოს ნორმალური მდგომარეობაა. მისი აზრით მშვიდობა არამდგრადი მდგომარეობა.
კი ბატონო. ეს უკიდისაც ეს ევროპული ნათქვამის ფილოსოფიურად უკვე ჩინურად უამრავი სხვაც ამბობს ამას და ჩვენც ვამბობთ. ეს ერთმანეთს ენაცვლება. უბრალოდ კიდევ რას იძახს ის ციკლი მაშინ რა თქმა უნდა მაოძედუნმა არ ლაპარაკობს ამ გეოპოლიტიკურ ევროპული კლასიფიკაციაზე ტერმინებით. ციკლი წარმოადგენს უსასრულობას, იწყება გაუწონასწორებლით, მიდის წონასწორობისაკენ, ხოლო შემდეგ თავიდან გაუწონასწორობისაკენ ისე. თუმცა ყოველ ციკლს გადაყვართ უფრო მაღალ განვითარების დონეზე. სპირალი. ხო, იგივე სიძახს ეს. ეს არის ხოლო თერმოდინამიკის თეორიებს თუ მივუყენებთ ამას, ხო, თერმოდინამიკა, ისევე როგორც ჩვენ აქ ლეშატელიე ბრაუნის ისაა გამოყენებული კანონზომიერება, წონასწორობის დარღვევას პასუხობს სისტემა მისი აღდგენისთვის ცდილობით. შეიძლება ვერ მოახერხოს, მაგრამ ეს ყოველთვის ცდილობა ყოველთვის ექნება. ეს არის ფლუქტუაციის დრო, როდესაც საერთოდ საზოგადოება და ბიოლოგიური სისტემები და საზოგადოებრივი სისტემები, ეს რთული სისტემებია, ოღონდ ღია სისტემა და მას გააჩნია ყოველთვის დინამიკური წონასწორობა, მასას სტატიკური წონასწორობა საზოგადოებას არ გააჩნია და რახან რთული და ღია სისტემაა თერმოდინამიკის თვალსაზრისით, ხომ? ეს არის ქვესისტემების ფლუქტუაციული ვითარება, როცა ხან ერთ მხარეს გადაიხრება სიტუაცია, ხან მეორე მხარეს, მაგრამ დგება დრო, როდესაც ბიფურკაციის წერტილის შემდეგ ეს გადადის ქაოსში. ეს დროებითი მოწესრიგებულობა. ანუ შეუქცევადობის წერტილი დავარქვათ ქართულად. დაახლოებით ესე ვითარგმნოთ. ცვლადი ბალანსი მდგომარეობა, რომელიც მოყვება ხოლმე ყარბანას, როგორც წესი, ეს არის მეორე სურათი გახლავთ, გეოპოლიტიკური სურათის თვალსაზრისით, ჩვენი თეორიით ეს არის ცვლადი ბალანსი მდგომარეობა, როგორც მაგალითად დღეს არის ამ წუთში, მსოფლიო, ეს არის გაუწონასწორობა, ქაოსი ჩინური ფილოსოფიით, მაოძედუნის განმარტებითაც. ეს არის თერმოდინამიკის კანონებით ის ქაოსური მდგომარეობა ისევ ბიფურკაციის წერტილს რო გადალახავს უკვე ეს გაწონასწორებულობა და ფლუქტუაცია დარღვეულია, ასე ვთქვათ. მაგრამ არის უკვე ამ გეოპოლიტიკურ ეპოქაში მოხდა განსაკუთრებული შემთხვევა, რომელიც წინა ეპოქებში არ ყოფილა, ეს არის ქაოსური, ჩვენი თეორიით ქაოსური ბალანსი მდგომარეობა. ეს ის მდგომარეობა, როცა ერთი ქვეყანა ან ერთი ძალა, ამ შემთხვევაში ვთქვათ საზღვაო ცივილიზაცია, ან დავარქვათ ამერიკის შეერთებული შტატები, ან ანგლოსაქსების ლიდერი. დროებით გახდა, ესე იგი ერთპიროვნული მმართველი, ეს იყო მაკონტროლებელი დედამიწის, ეს იყო 1991-დან 2001 წლამდე. და ამას ჩვენ დავარქვით ქაოსური ბალანსი მდგომარეობა, რომელმაც გამოიწვია ძალების მობილიზება ევრაზიულ კონტინენტალურ სახმელეთო იმპერიებში და აგერ შოსის ხელშეკრულებამ ეს წონასწორობა აღადგინა და ჩათვალეთ, რომ გამომდინარე იქიდან ეს ჩვენ მოგწონს არ მოგწონს, როცა გეოპოლიტიკურ კანონს მინდა მსმენელმა იცოდეს, რომ როცა ლაპარაკია გეოპოლიტიკურ კანონზომიერებებზე, აქსიომებზე, აქ მოგწონს არ მოგწონს ემოციები განზე უნდა ეს არის მუშაობს როგორც აი რო თქვა ცულივით პირდაპირ ჭრის თავის კანონს მიყვება. ახლა ჩვენ არავინ გვეკითხება გრავიტაციის კანონზე, ჩვენ არავინ გვეკითხება თქვა ნიუტონის მესამე კანონზე, ის თვითონ მუშაობს, ისე მუშაობს ესეც. ეს თვითონ წარმოიშვა ეს ძალა, რომელმაც გააწონასწორა ის და მაგრამ ამან წარმოქმნა ესე ტურბულენტური ქაოსი. ეს თერმოდინამიკის ტერმინით რო ვიხმაროთ, ჩინური ფილოსოფიიდან მაოძედუნის განმარტებით რო ვიხმაროთ, მას ძლიერი ქაოსი ქვია. ძლიერი გაუწონასწორებლობა, ასე იწარეს მაოძედუნი და ეს ტურბულენტური ქაოსი ესე დაახასიათა პრიგოჟინმა. პრიგოჟინი ეს ბელგიელი ებრაელი კაცი იყო, ბელგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, რომელიც წინაპრები პეტერბურგიდან წავიდნენ. რუსული განათლება ჰქონდა მის წინაპრებს მიღებული და რას იძახის ეს აღიარეს ტურბულენტურ ქაოსს. სხვათა შორის ძალიან თხილად უდგება, მაგრამ ეს აღიარეს თერმოდინამიკის კანონების გამოყენება სოციოლოგიაში, შესაბამისად სოციოლოგია გახლავთ სტრუქტურული სიღრმე გეოპოლიტიკური სივრცის და ესე გეოპოლიტიკაშიც. ამის წიგნებს რო გაეცნო კაცი, შეიძლება განცვიფდეს ზოგი სიტყვას იძახს. აი რას იძახს ამ ტურბულენტურ ქაოსზე, რომელიც გამოიწვია ამერიკის ერთპიროვნულმა აწლიანმა ლიდერობამ, ასე ვთქვათ, ბატონობამ, რაც წინა დაარქვით. პრიგოჟინი მას განიხილავდა როგორც ისტორიული რეალობის შესაძლებლობების არეალს. ესე იგი მრავალი ვარიანტი შეიქმნებაო, პრიგოჟინის ჩვენი სიტყვებით რო ვთქვათ. აი ამის შემდეგ როგორ განვითარდეს სოფლიო. მაგრამ ტურბულენტური ქაოსის თერმოდინამიკიდან თუ გადმოვიტან პირდაპირ ხო მექანიკურად ეგ ნიშნავს
დიდი ხნის მანძილზე გაუწონასწორებულ. კი ბატონო. სამწუხაროდ აი ესეთი ამ ინვარიანტულია ეს ასე ვთქვათ ეპოქა ახლა ჩვენ რომელშიც შევედით, ანუ შეიძლება განვითარდეს სხვადასხვაგვარად, როგორც აი პატრიცემული პრიგოჟინიც გვეუბნება. აქედან გამომდინარე გარკვეული ნების თავისუფლება ადამიანს აქვს ჩემი შეხედულებით და მას შეუძლია გარკვეული გავლენა მოახდინოს. როგორც იზახდა ვიდალ დე ბლანში, ფრანგი ოპოლიტიკოსი. გავლენა მოახდინოს საკუთარ ბედზე და განსაკუთრებით დიდ საზოგადოებებს შეუძლიათ იმ შემთხვევაში თუ ერთიან კონცეპტუალურ ხედვაზე გადავლენ და სწორად პოზიციონირებას მოახდენენ სამყაროში, რასაც მოუწოდებდა ჰაუსჰოფერი სხვათა შორის გერმანელებს და ჩვენც ერთმანეთს ესე უნდა მოუწოდოთ და აქედან გამომდინარე ბევრი ვიკითხოთ, ბევრი ვიბრძელოთ, ბევრი ვიმოქმედოთ და ბედიც ჩვენი ბედიც უკეთესი იქნება. დიდი მადლობა რომ უყურებდით ჩვენს გადაცემას. სამწუხაროდ ეს იყო უბრალოდ აი რეპორტაჟივით, იმიტომ რომ ძალიან ღრმა თემებია. კიდევ გავაგრძელებთ ჩვენ ამ თემებზე საუბარს, ვისაც სურვილი აქვს შეუძლია წიგნშიც გაეცნოს ამ იდეების ამ კომპლექსს, მოდით ასე დავარქვათ. კარგად ბრძანდებოდეთ, ეს არის ტელეკომპანია დრო, გადაცემას ქვია პოლიტიკის დრო, მე მისი წამყვანი სოსო მანჯავიძე ვარ და ჩვენ სტუმრად ვყავდა ბატონი თამაზ დედუნაშვილი, რომელიც საუბრობდა გეოპოლიტიკაზე და კერძოდ იმ იდეებზე, რომელიც ერთად გვაქვს ჩამოყალიბებული ჩვენს წიგნში გეოპოლიტიკური ნარკვევები. კარგად ბრძანდებოდეთ, მომავალ შეხვედრამდე.